სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პარლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება ქვემო ქართლში. სახელმწიფო წიგნებული დეპუტატ ძალ-დარგალთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის სოფლებში იმყოფებოდა. შეხვედრებზე იმსჯელებს მოქალაქეების საჭიროებებზე და საპროექტო წინადადებებზე. პროგრამით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად 5 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. Შეგვქონდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საჭირო პროექტები, რომელსაც მოსახლეობამ ხარი დაუჭირა. 7 მუნიციპალიტეტში თითოეულ სოფელს გამოყოფილი აქვს თავისი ბიუჯეტი, ჯამური ღირებულება არის 4 მილიონ ლარზე მეტი. ძალიან კარგი პროგრამაა იმისთვის, რომ მოსახლეობამ აირჩიოს მათთვის საჭირო პროექტი, რომლის განხორციელებასაც უკვე დაახსნილებას მუნიციპალიტეტი მოიყვანს სისრულეში. სოფელ დამეგორარში შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, განვიხილეთ ის საჭიროებები, რაც არსებობს აღნიშნულ სოფელში. შერჩეული იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მოგვარდება სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. მე მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, მთავრობას ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და დასკვნებული ვარ, რომ ესეთი პროექტები ხელს უწყობს იმისთვის, რომ უფრო მეტი მოქალაქე იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტის ფარგლებში მოსახლეობის მიერ არჩეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილია ცენტრალური ბიუჯეტიდან 1.222.000 ლარი და ამ შეხვედრებისთვის შექმნილია 3 სამუშაო ჯგუფი.